რომელთა მეცხრე თავის პირველი და მესამე მუხლები. პავლე მოციქული ამბობს, ეუბნება ეკლესიას. ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმინდაში, რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი. პავლე მოციქული ამბობს, ტყუილს არ გეუბნებით, ჩემი სინდისი მიმოწმებს. პავლე მოციქული ძალიან ბევრს საუბრობს სინდისზე, მეგობრებო. ყველა ადამიანს აქვს სინდისი. ჩვენ ვიტყვით ხოლმე, რომ უსინდისო კაციაო, ან სინდისი გადამწვარი აქვსო. ამ ქვეყნიერებამაც იცის, რომ ყველა ადამიანში დევს სინდისი, ანუ ყველა ადამიანმა იცის რა არის სწორი და რა არის არასწორი. ყველამ იცის. უბრალოდ ზოგიერთი არ უსმენს თავის სინდისს. მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩემი ცხოვრება არ იფიქროთ, რომ ცეკვა თამაში გადის და სულ ბედნიერი და მხიარული ვარ. ჩვენ უნდა ვიხაროთ იმითი, რომ ზეციდან ვარ ჩობილები და მარადიული სიცოცხლე გვაქვს. ეს სასიხარულოა. მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, რომ მწუხარებაა ჩემში და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი. თურმე სიხარულთან ერთად არის გულის ტკივილიც. და მთელი ცხოვრება პავლე მოციქული დამძიმებული დადიოდა. მოდი ვთქვათ, რატომ? რა ამძიმებდა პავლე მოციქულს? ის ხო გადარჩენილი იყო, ეკლესიის წევრი იყო, ზეციდან შობილი იყო, ღმერთის ოჯახის წევრი იყო, იცოდა რომ მარადისობაში მიდიოდა, ამიტომ ძალიან ბედნიერი და მხიარული უნდა ყოფილიყო და ეთქვა რომ რაში მაინტერესებს, რამე მთავარია მე გადარჩენილი ვარ, ვიხაროთ, ვიმხიარლოთ, ვიცეკოთ და სულ პირზე ღიმილი ვქონდეს. გახარებული უნდა ვიყოთ ყოველთვის, ვისაც შევხვდებით, უნდა უთხრა რა ჩამოგიშვია ცხვირი, გაიხარე იესო ქრისტე ცოცხალია. არა. პავლე ამბობს, რომ არ ვცრუობ, ნამდვილად ასე არის. ღმერთის წინაშე ვამბობ, რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი. ნეტავ მე თვითონ ყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმებისათვის, ჩემ ხორციელ თვისტომთათვის. რა იყო პავლეს ტკივილი? პავლეს ტკივილი იყო, რომ არ იღებდა მისი თვისტომი, მისი საყვარელი ადამიანები იმას, რასაც ის ქადაგებდა, რას ქადაგებდა, რომ იესო ქრისტეში არის სახსნა. რატომ არ იღებდნენ, რას ჯეროდათ მის თვისტომს და მის საყვარელ ადამიანებს? ჩვენს ტრადიციულ რელიგიას ჩვენ არ მოვცილდებით. ეს არის ჩვენი მამაპაპური რელიგია. შენ ვიღაც ქრისტეს ქადაგებ, შენ ახარ მოგზავნილი, შენ ახარ უცხო რელიგია, შენ ახარ ჩვენი რელიგია 20 საუკუნოვანია და შენ კიდე 20 დღიანია შენი რელიგია. ჩვენი რელიგია მოდის აბრაამიდან, შენი მოდის ქრისტესაგან. ამიტომ ჩვენ ძველ წარსულს არ მოვწყდებით და ახალში არ შემოვალთ. პავლე მოციქული ეუბნება, რომ ესეც აბრაამიდან მოდის, მაგრამ არ ესმით მათ. ამიტომ ის აწყდებოდა რელიგიურ გონებას, მის ერს, ჩაბნელებულს, ტრადიციულს, თავისი მღვდელმთავრებით ყველაფრით და ვერაფრით ვერ გაანგრია და გააღწია თავის თანამოძმეებთან. წარმართები უსმენდნენ მათი ახლო ნათესაობა, მეგობრობა, მეგობრები, თანამოძმეები, ერის წარმომადგენლები არ იღებდნენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი რელიგია, არ გვაინტერესებს შენი მოსმენა. პავლე მოციქული ამბობს, იმდენად სასოწაკვეთილი იყო,
იმდენად ყრუ კედელს შეასკდა, შეთქმულებებს უწყობენ, სანამ არ მოუკლავთ, მანამ არაფერს არ შევჭამთ. ამიტომ ის ამბობს, ნეტავ მე თვითონ ყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმებისათვის, ჩემ ხორციელ თვისტომთათვის. ის ამბობს, რომ ვინც არ მიიღებს ქრისტეს, ესე იგი მოკვეთილი იქნება ზეცისაგან, მან ეს იცის. და ის ამბობს, რომ მირჩევნია, თუ ეს შესაძლებლობა იქნებოდა, თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა, ნეტა მე ვყოფილიყავი მოკვეთილი ქრისტესაგან, მე წავსულიყავი ჯოჯოხეთში, რომ ჩემი ხალხი და ჩემი ერი მოვიდეს ქრისტესთან და იყვნენ გადარჩენილი. რას ნიშნავს ეს? პავლე მოციქული ამბობს იმას, უშვებს იმას, რომ ის მოკვეთილი იყოს ქრისტესაგან? არა, ჩემო ძვირფასებო. ეს სიტყვა იფხომენ არის სიყვარულის საჩვენებელი გამოთქმა. ანუ ის ამძაფრებს სიტუაციას და ამბობს, რომ მე იმდენად მიყვარხარ თქვენ, რომ აი ასე შემიძლია წარმოვთქვა ეს ყველაფერი. მაგალითად, ქართულში არის სიტყვა გენაცვალე, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ უი შენ გენაცვალე, რა კარგი რაღაც გააკეთე, ხო? ეს სიტყვა გენაცვალე ნიშნავს იმას, რომ შეანაცვლო შენი თავი მასთან. მაგალითად, შეიძლება სრულიად უცხოს უთქვა, რომ არა გენაცვალე. ეს არის რაღაც გამოხატვა შენი გრძნობის, ხო? ასეთი გადატანითი მნიშვნელობა ჰქონდა ამ სიტყვას ებრაულ ერში, ებრაულ ენაში, რასაც პავლე მოციქული ამბობს. ანუ ეს არის გამოხატვა სიყვარულის, გამოხატვა პატივისცემის. თორე ის არ უშვებს იმას, რომ ის მზად არის, რომ იყოს დაღუპული და ქრისტეს მოსცილდეს, იმიტომ რომ სხვა ადგილზე ამბობს, რომ ჩვენ ვერაფერი ვერ მოგვაცილებს ქრისტეს სიყვარულს. ის ამბობს, რომ ვიყო მირჩევნია მოკვეთილი ქრისტესაგან ძმებისათვის, ხორციელი თვისტომთათვის, ანუ მისი ერის გამო. ეს იგივე არის, რომ მე ვთქვა ახლა, რომ ოღონდ საქართველო და ქართველი ხალხი მოწყდეს ამ სიბნელეს და მიიღოს იესო ქრისტე და მირჩევნია, რომ მე ვიყო დაღუპული. დაახლოებით ეს ნიშნავდა. ამას ნიშნავდა ეს გამოთქმა. გამოსვლის 32-ის, 31-ის, 33-ში რა წერია ვნახოთ, ეს არის პავლე მოციქულის გული და სიყვარული გამოხატული მისი ერისადმი. ასეთი სიყვარულის გამოხატვა ჰქონდა ყველა ღმერთის მსახურს. და გაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა, დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა, გაიკეთეს ოქროს ღმერთი. ახლა თუ მიუტევებ მათ ამ ცოდვას, თუ არა და ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან. უთხრა უფალმა მოსეს, ვინ შემცოდა, მას ამოვშლი ჩემი წიგნიდან. ანუ მოსეც ასეთ რაღაცას ამბობს, რომ ხალხმა შესწოდა და მიუტევე ეს ცოდვა. თუ არ მიუტევე, მაშინ მე ამომშალე სიცოცხლის წიგნიდან. ანუ ის თითქოს სასწორზე დებს თავის თავს იმ ერთან, რომელშიც ის ცხოვრობს. ეს არის მორწმუნის გული, ძვირფასებო. ადამიანი, რომელიც ესე იგი ზედაპირული არის, ой, მე მორწმუნე გავხდი და რამე ნაღლება საერთოდ და რომ დავდივარ, მღერი ვარ და მხიარულად ვარ და შენ ირგვლივ ხალხი იღუპება. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი გული არასწორი არის. მაგრამ თუ შენ სიხარულთან ერთად, რაც მეტად გიხარია ზეცაში წასვლა და რაც მეტად გიხარია გამოცხადება, მით უფრო მეტად უნდა გიმძიმდეს გული, რომ შენი საყვარელი ადამიანები რჩება გარეთ. ამიტომ ძვირფასებო ადამიანები, მორწმუნეები, რომლებიც ჭრელო პეპელასავით არიან, თითქოს არაფერი არ აწუხებთ, მე ვთვლი, რომ ისინი ვერ ხვდებიან ვერც ზეცის და ვერც
დაღუპვის შესახებ. ეს არის ქრისტეს გული. ქრისტე აცრემდებოდა ხოლმე ზოგჯერ. რა არის სიყვარული? სიყვარული შენი მოყვასისადმი, შენი ძმისადმი. ძმაში გულისხმობ ეკლესიის წევრებს, დისადმი, თანამორწმუნისადმი, შენი საყვარელი ადამიანისადმი. სიყვარული რაში გამოიხატება? უთხრა სიმართლე, რომელიც მწარი არის და რომელიც არ არის სასიამოვნო. სიმართლის თქმაში არის სიყვარული, სიცრუის თქმაში და ყურის მომაქავებელ რაღაცის თქმაში არის სიძულვილი. ნათქვამიც კი არის, რომ მოყვარეს პირში უძრახე, ხოლო მტერს პირს უკანაო, ზურგს უკანაო. დიდება იესოს, რომელთა 9 და 5. ვიზე ფიქრობდა და რა ამძიმებდა პავლეს? რომელნიც ისრაელის ძენი არიან. ანუ ორი ძმა იყო, იაკობი და ესავი, და იაკობს დაერქვა ისრაელი, რომელიც იყო აღთქმის შთამომავალი. და ამბობს პავლე მოციქული, რომ ის, ვინც ჩემი თანამედროვენი არიან, ესენი არიან იაკობის, ანუ ისრაელის შთამომავლები. ისრაელის ძენი არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება. ანუ მათ ეკუთვნით გადარჩენა და დიდებაში შესვლა. აღთქმა და რჯულმდებულობა, ანუ რჯული, რომელიც მოდის ჩვენამდე. მსახურება და დაპირება. ანუ მათი არის ყველაფერი, რაც იაკობიდან მოდის, ისრაელიდან. მათი არის მამები და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, მარადიულად კურთხეული. ამინ. ანუ ეხლა ეს ამბობს, რომ გული მტკივა, იმიტომ რომ ყველაფერი მოდის მათთვის სიკეთე, მათ წინაშია ყველაფერი და მაინც ვერაფერს ვერ იგებენ. ეს იგივეა ჩვენ რო ვთქვათ, რომ საქართველოს ქრისტიანული ქვეყანა 4 საუკუნიდან თარგმნილი არის ბიბლია. წინ უდევთ, ყველა სახლში აქვს. რადიოს ჩართავ, ტელევიზიას ჩართავ, ბიბლიიდან მუხლებია და მაინც, ესე იგი, გარბიან რაღაც გაბრიელის საფლავისკენ. ანუ შენს წინაშია ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ არჩევ მარჯვენას მარცხენისაგან. ამას ამბობს პავლე მოციქული. პავლე ხას უსვამს, რომ ქრისტე ხორციელად მოვიდა ისრაელისაგან. ანუ თქვენ იცით, რომ ხორციელად იესო იყო ებრაელი. ზოგს კი გონია, რომ ქართველი იყო, მაგრამ ასე არ იყო. იესო იყო ებრაელი. ანუ ხორციელად მოვიდა იესო, როგორც იაკობისაგან, ისრაელისაგან. და ხორციელი მემკვიდრეობა, ანუ რო ვთქვათ, მის სისხლში, მის ძარღვებში იუდაურის სისხლი ჩქეფდა. მაგრამ როგორი იყო მისი სულიერი მემკვიდრეობა და შესაბამისობა? პავლე მოციქული ძალიან ბევრს საუბრობს, ვინ არის შენი წინაპარი. ძალიან ბევრს საუბრობს იესო, ვინ არის მისი წინაპარი. იესო იშვა მამისაგან, თქვენ იცით ეს ისტორია, ხო? სულიწმინდისაგან ჩაესახა მარიამს, იოსებს არ ჰქონდა კავშირი მარიამთან, სანამ ისინი შეკავშირდებოდნენ, მაგრამ ჩაესახა მარიამს სულიწმინდისაგან, დაჩრდილა როგორც წერია და დაიბადა იესო.
ანუ იესო დაიბადა მარიამისაგან, მაგრამ მისი მამა ხორციელი არ ყოფილა იოსები. ის არ იყო ღვთაება. როგორც ღმერთის სიტყვაში წერია, ქართულში ჩვენ არა გვაქვს არტიკლი, მაგრამ იყო ღმერთი არტიკლით. ანუ როდესაც არტიკლს წერენ, მაგალითად თუ გვაქვს ჩვენ 5 ვაშლი, ვიტყვით რომ ეს არის ვაშლი, მაგრამ არ ვამბობთ რომელი ვაშლი, ნებისმიერი. მაგრამ თუ ვიტყვით რომ ეს არის ვაშლი, მიუთითებთ პირდაპირ იმ ვაშლზე. ანუ ის არის ღმერთი პიროვნება. ის არ არის პაზლის ნაწილი, ანუ რაღაც 3 ღმერთი შეერთდა და გამოვიდა ერთი ღმერთი. ხო, თუ ერთი ღმერთი გამოაკლდება, მაშინ აღარ იქნება ღმერთი. ესე არ არის. ღმერთი არ არის აწყობილი რაღაცა. აბა რა არის, როგორ არის? დაწერილია პავლე მოციქული წერს ამოხლში. ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთაზე და მარადიულად კურთხეული. პავლე მოციქული ამბობს, რომ ის არის ღმერთი. და ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტეში არის მამის მთელი დიდება. და ამიტომ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ქრისტეს, ვხედავთ მამას. ამიტომ, როდესაც ვხედავთ ქრისტეს, ჩვენ ვამბობთ, ღმერთი ჩვენი და უფალი ჩვენი. ღმერთის მთელი დიდება არის იესოში. ამიტომ ამბობს იესო, ვინც მე მხედავს, მან მამა იხილა. ღმერთი არ არის შეერთებული ნაწილი. არა. ქრისტეში არის მამის მთელი დიდება. დიდება იესოს. ზოგი იტყვის, რომ თლად ბოლომდე ვერ გავიგე პასტოროზა, მოიცადე. ზეცაში რო წავალთ, იქ მივხვდებით ყველაფერს. მაგრამ მეც რაც მჭირდება ვიცი, რომ ქრისტე არის ღმერთი. რატომ? იმიტომ რომ მამის მთელი დიდება მასში არის. დიდება იესოს. პავლე მოციქული ხას უსვამს თავის წერილებში. 2 სახის წინაპრები არსებობს. ხორციელი მამაპაპები და სულიერი მამაპაპები. ხორციელი შთამომავლები და სულიერი შთამომავლები. ჩვენ ვიტყვით ხოლმე, რომ ვართ აბრაამის შთამომავლები. საიდან ახარ აბრაამის შთამომავალი, როცა არ ახარ იუდეველი, ებრაელი არ ახარ. შენ ძარღვებში არ არის ებრაული სისხლი. აბრაამიდან მოყოლებული არც ერთი შენი წინაპრები აბრაამის გვერდზე ცხოვრობდნენ. მაგრამ ჩვენ ვართ სულიერი შთამომავლები. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ არის ხორციელი შთამომავლები და სულიერი. მაგალითად, ჩემი ხორციელი მამაპაპა არის ვიღაცა ფილიპე. მაგრამ სულიერი მამაპაპა არ არის ფილიპე. სულიერი მამაპაპა არის აბრაამი. ფილიპე და აბრაამი შეიძლება შეხვდნენ კიდეც სადღაც ერთმანეთს. მაგრამ მე რომ ფილიპეს ხორციელი შთამომავალი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისი სულიერი შთამომავალიც ვარ. რატომ? ფილიპე სხვანაირად სწამდა ღმერთი, მე სხვანაირად სწამს. მე ისე სწამს, როგორც აბრაამს სწამდა. ამიტომ ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, ზოგჯერ ამას არ ასხვავებენ. აი მაგალითად საქართველოში იტყვიან, რომ ჩემი მამაპაპის რწმენაზე დავდივარ. მე არ დავდივარ ჩემი მამაპაპის რწმენაზე, ხორციელის. იმიტომ რომ ჩემი სულიერი მამაპაპა სხვა არის და ქართველი ვერ არჩევს. თუ შენ მამაპაპის რწმენაზე დადიხარ, ოჩო პინტრეს უნდა დასდევდე. ქრისტესთან რა გინდა? ბორჯღალო, მორიგე ღმერთი. აი ეს არის შენი მამაპაპის ღმერთი. შენ უნდა გაარჩიო. თუ შენ მამაპაპების რწმენას მიყვები,
მაშინ სანამ ქრისტემდე რწმენა ქონდათ, ანუ სანამ ბერძნული რწმენა შემოვიდოდა საქართველოში, იმ რწმენას უნდა გაყვე. ის არის შენი მამაპაპების რწმენა. რა გინდა ბერძენ მართლმადიდებელთან და იუდეველ ქრისტესთან? არც ერთი არ არის შენი. უცხო ხალხია ესენი. ქრისტე ქართველი იყო ვერგიშველის, არ იყო ქართველი, რაცა უნდა იძახო, არ იყო ქართველი. არც მართლმადიდებლობაა ქართული, ბერძნულია, რაცა უნდა იძახო, ბერძნული არის. ამიტომ უნდა გაერკვიო მეგობარო და ქართველ ერს გარკვევა სჭირდება. მედი ამის დროც მოვა. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ მასო სულიერი კურთხევაც აქვსო და ხორციელიცო. ეკუთვნით ეს ყველაფერიო, რომელთა 9-6-დან 9 ვაგრძელებ. მაგრამ ისი არაა, რომ თითქოს ღმერთის სიტყვა დაეცა, რადგან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელი როდია, ისრაელიანი როდია და ყველა ვინც აბრაამის შთამომავალია, როდია მისი შვილი. ეხლა ჩვენ თუ ამას გადავთარგმნით, ასე იქნება. ისი არაა, რომ ღმერთის სიტყვა დაეცა, ანუ ისე არ იფიქროს ვინმემ, რომ ის რაც ღმერთის სიტყვაში ჩაწერილია შთამომავლობის შესახებ გაუქმდა, იმიტომ რომ თქვენ ასე გინდათ რომ იყოთ. როდესაც ამბობენ, რომ ჩემი მამაპაპების რწმენას მივყვები და ეს არის ქრისტიანობა, ასე არ არის, თქვენ გინდათ ასე იყოს, მაგრამ ღმერთის სიტყვაში ასე არ წერია. ამიტომ თქვენ რომ გინდათ რომ ასე იყოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთის სიტყვა დაეცა და თქვენ ჭკუაზე მოიჭრა. არა. რა არის ეს არ მოჭრა? ის არის, რომ ვინც ქართველი არის, ყველა ქართველი როდია. ვინც ამბობს, რომ მე აბრაამის შთამომავალი ვარ და ისრაელის შთამომავალი ვარ, ყველა ისრაელის შთამომავალი არ არის მეგობარო. შენს ძარღვებში რომ ისრაელის, ანუ იაკობის სისხლი ჩქებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ იაკობის შთამომავალი ხარ. ვინც აბრაამის შთამომავალია, როდია მისი შვილი. ყველა ფილიპეს შვილი კი არ არის შვილი, ფილიპეს შვილი ის არის, ვინც ფილიპეს რწმენით არის. მე ფილიპეს შვილი აღარა ვარ. კი, ფილიპეს სისხლი მიდის ჩემ ზარღვებში, მაგრამ ფილიპეს შვილი არა ვარ. რწმენით მე აბრაამის შვილი ვარ. ამიტომ უხსნის პავლე მოციქული, გაიგეთ, რომ იძახით მოსეს შთამომავლები ვარ. არა ხართ მეგობრებო ქართველები თქვენ. ან ხართ ქართველები. ან არა ხართ ქრისტიანები. პავლე მოციქული ამას უხსნის და გულში მძიმედ აქვს და ადარდიანებულია, რომ ამათ არაფერი არ ესმე. პავლემ გააფრინა. რას ლაპარაკობს ახლა ეს ჩვენ აგერ 20 საუკუნე არის ამას ვიმეორებ და დაწყობილი გვაქვს და ახლა ამან მოიგონა რაღაცა. ესე იგი შენ ქართველი აღარა ხარ, თუ ესე იგი ოჩოპინტრეს არ მისდევ. დაახლოებით ასე ქადაგებდა პავლე მოციქული. მიტომ იყო ძვირფასებო, ყველგან მოსაკლავად დასდევდნენ. ყველგან მოსაკლავად დასდევდნენ. სრულიად მიუღებელი იყო მისი წერილები. სრულიად მიუღებელი იყო მისი ქადაგება. რადგან ნათქვამია, ისააკისაგან დაერქვა სახელი შენს ნაშიერს. ესე იგი არა ეს ხორციელი შვილები არიან ღმერთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან ნაშიერად. ნახეთ რას უხსნის ახლა პავლე მოციქული, თავისი ისტორიიდან უხსნის. ებრაელების ისტორიიდან იხსნის. რადგანო ნათქვამია დაწერილი არის, რომ ისააკისაგან დაერქმევა სახელი შენს ნაშიერს. თქვენ იცით, რომ უკვე ვთქვით, რომ აბრაამის შვილები, ეს არ გვითქვია, მაგრამ აბრაამის შვილები იყო ისააკი და ისმაილი, ხო? და კიდევ 6 ვაჟი ყავდა კეტურასაგან აბრაამს. ესე იგი, აბრაამს ყავდა შვილები, ისააკი და კიდე სხვა შვილები. მაგრამ
ხორციელად ყველა შვილი იყო აბრაამის, ანუ ყველას ძარღვებში აბრაამის სისხლი ჩქეფდა. მაგრამ მხოლოდ ისააკის შვილებს დაერქვა შთაომავლები. ისააკში ექნებოდა სულიერი ხაზი. ანუ ყველა შვილები იყვნენ ხორციელი, მაგრამ ღმერთმა შთაომავლობა სულიერი ხაზი მხოლოდ ისააკში დააფუძნა. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, ისააკისაგან დაერქმევა სახელი შენს ნაშიერსო. ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები, რომელიც კიდევ ყავდა 7, არიან ღმერთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან ნაშიერად. ვინ არის დღეს საქართველოში ქრისტიანი? ვინც სულიერი შვილები არიან იესო ქრისტესი. ეხლა ქართველებთან შესაბამისობა რთულია, იმიტომ რომ იუდაველებს სხვა ისტორია ჰქონდათ, ქართველებს სხვა ისტორია ჰქონდათ. მაგრამ დაუშვათ მე-4 საუკუნეში საქართველოში რო შემოვიდა ქრისტიანობა, ვიღაცა დაუშვათ კონსტანტინე არ გვაწყობს, ვიღაცა დაუშვათ თორღვამ ირწმუნა ქრისტე. ნამდვილად ირწმუნა ქრისტე თორღვა. და ახლა ამ თორღვას შთაომავლები მოდის და დღეს ყავს 500 შთაომავალი, რომლის ძარღვებში თორღვას სისხლი ჩქეფს. ვინ იქნება თორღვასთან ნამდვილი შთაომავალი ამ 500-დან? ის, ვისაც თორღვას რწმენა აქვს. ხვდებით, მეგობრებო, ის ნამდვილი რწმენა, რომელიც არ იყო ამ ყველაფრით შესავებული, რაც დღეს გვაქვს. ამიტომ ეს 500 კაცი თუ იტყვის, ჩვენ ყველა თორღვაში შთაომავალი ვართ, რომელმაც პირველად ირწმუნა ქრისტე ჯერ კიდე მე-4 საუკუნეში. პავლე ამბობს, არა, თორღვაში შთაომავალიას ერთი კაცი არის, რომელსაც თორღვასავით სწამს. თქვენ ისე გწამთ, როგორც შემდეგ დაემატა და მივიღეთ რაღაცა ბაბილონი. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, ეუბნება თავის ერს. ისააკი დაემორჩილა და სწამდა ღმერთი ისე, როგორც მამას. და ამიტომ მასში გავიდა ეს ხაზი.